რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. თამარ მეფის ხსენების დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი წმინდა მეფესთან დაკავშირებული საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის. ძველ საბუთთა განყოფილებაში ამ დროისთვის თამარ მეფის დროინდელი 3 დოკუმენტია დაცული. ხელნაწერი წიგნი ანჩის სახარება და 2 სიგელი გაცემული თამარის მიერ უკვე რესტავრირებულია. დოკუმენტების ისტორიაზე კი თამარ გრძელიძე ამბობთ. სპეციალური ჩასადები 5 გრაგნილი ამ საბუთისთვის გაკეთდა ტყავისაგან და ხავერდისაგან. 1202 წელს ყმების შეწირულების სიგელი მეფე თამარიცა შიომღვიმის მონასტრისადმი ეტრაძე დაბრუნდა. დღეიდან რესტავრირებული დოკუმენტი უკვე საუკუნეებს გაუძლებს. თამარ მეფის საბუთის კალკაზე გადაყვანილი ასლის ეტრაძე გადმოტანას 3 თვე დასჭირდა. ლია სიხარულიძემ რესტავრაციისას ფანქრები და აკვარელები გამოიყენა. გაკეთდა მაღალხარისხოვან ეტრაძე, რომელიც ჩამოტანილი იყო იტალიიდან და საკმაოდ დიდი ზომის იყო, რაც ძალიან ზუსტად ჯდებოდა ამ ზომებში, რა საბუთიც გახლავთ. იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ყმების შეწირულობის სიგელის დედნის მხოლოდ პალეოგრაფიული პირია დაცული. დოკუმენტის დედანი დაკარგულია. სწორედ ამის გამო საბუთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტი კალკაზე 1911 წელს ისტორიკოსმა სარგის კაკაბაძემ გადაიღო. საბუთზე თამარ მეფისა და დავით სოსლანის ხელმრთვებია. ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ დედანი დაკარგულია, ამიტომ აი ამ პალეოგრაფიულ პირს, რომელიც ზუსტი ასლია იმისა, რაც მაშინ თავის დროზე არსებობდა დედნისა და ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. შიომღვიმის შეწირულობის სიგელის ეტრაძე დაბრუნებამდე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრატორებმა კალკაზე გადაღებული პალეოგრაფიული პირი აღადგინეს. მათ დოკუმენტის 4 ნაწილი გააერთიანეს. იყო ძლიერ დაზიანებული, ჰქონდა ჩახევები, შეივსო უკმარისი ქაღალდით, შეივსო ნაწიბური ადგილები და დაისვა ახალ ფუძეზე. ახალ ფუძედ ვიყენებ დიაპონურ ქაღალდს. საქართველოს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში თამარ მეფის დროინდელი სულ 3 დოკუმენტია დაცული. ერთი ხელნაწერი წიგნი ანჩის სახარებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ილია მეორეს კურთხევით აღდგა. აქ ასევე ინახება 1187 წელს ჭორვილას შემოსავლის ნაწილის შეწირულობის წიგნი თამარ მეფისა გელათისადმი. ყველა ეს ისტორიული დოკუმენტი ამ დროისათვის რესტავრირებულია. თუმცა მკვლევარებს მათი ისევე როგორც შიომღვიმის შეწირულების სიგელის მხოლოდ ქსერო ასლების ნახვა შეუძლიათ.